რა ლანძღვაც მაგალითად სლავა უკრაინშიკულ მილიტარისტულ შიგევროპულ ტელეგრამ არხებზე, Facebook გვერდებზე წამოვიდა ამერიკის პრეზიდენტის მიმართ მე ეგეთი არ მინახია, აი ალბათ სადღაც ჩრდილოეთ კორეაში იქაური პროპაგანდა რანაირად აგინებს ამერიკის მთავრობას ეგ ვერ მივა იმ დონემდე რა აზრი აქვს მაგ არა რა აზრი აქვს არ ვიცი ეგ მე დასავლეთებმა თვითონ უნდა ახსნან ანუ დასავლეთის იმედზე რო ხარ და ამერიკის პრეზიდენტი პუტინს ტრამპს და სი ძინპინს ერთდროულად ერთად ეომებიან თუ რა გეგმარაში მე მან ალბათ გეგმა არც არაფერი არ არის მაგრამ მე უბრალოდ აი რეაქციის ხარისხით ზომავ ხო შეიძლება რომ აი შენ ხარ რაღაც პოლიტიკით დაინტერესებული ხარ და შენთვის რაღაცა მნიშვნელოვანია და ნუ შეიძლება ფართო საზოგადოებამ ეგრე არ აღიქვას იმიტომ რომ გაატაროს მაგრამ რამხელა რეაქციას ტრამპის ამ განცხადებას მოყვა ეგ ფაქტია რომ აი ესეთი ფართო ფენებში ეკო წაიღო რა მნიშვნელობას გამოხატავს ამ ფაქტის ეგ უნდა ავხსნათ აი რაზეა ეგ რეაქცია იმიტომ რომ ნუ კი ახლა ნეგატივი თუ არის პრინციპში ნეგატიური რეაქცია უნდა ქონდეს ხალხს იმიტომ რომ მეტნაკლებად დანარჩენი ნაწილი მაგითიც მიხვდება კარგად გვაქვს საქმე ცუდად გვაქვს ახლა ეს ხალხი რომ გამოხატავს ნეგატიურ რეაქციას კარგ საქმეს იმას აკეთებს რომ ვინც კიდე გაურკვევლობაში ისინი ხვდებიან რაღაც ცუდად არის ნაწილი რომელიც ნაკლებ აკვირდება მოვლენებს ჩვენ რო რაღაცას ვაფასებთ ვიღაცები არენდობიან მაგრამ ეხლა ვიღაც მედასავლეთი აქტიური მედასავლეთი რო გამოვარდება და ხალხო დავიღუპეთ ტრამპი ყოფილა მოღალატე და ტრამპა პროამერიკელებს გვიღალატა ნუ ესე იგი ჩვენ რასაც ხსნიდით სიმართლე ყოფილა ხო ოღონდ რაში გამოიხატება რომ ცუდად არის საქმე ანუ რა მოხდა აქ მიდის საუბარი რომ თუ კონფლიქტი იყინება რუსებმა რა ტერიტორიების დაიკავეს მაგას რუსეთი იტოვებს ესე იგი რუსეთის ჩამოშლამდე ამერიკა აღარ ომობს ესე იგი რუსეთი არ ჩამოიშლება არა ჩამოშლაზე აღარც არის არა თუ ჩამოშლა აღარ არის უკრაინის თავს რუსეთს არ შეარჩენენ ეგ შეხედულებაც კი ჩამოიშალა ანუ ტერიტორიები წაართვეს და ეხლა ულაგდებიან ანუ ხო იყო რამდენიმე ვარიანტი ერთი იყო რომ საერთოდ რუსეთს დაშლიან მეორე ვიღაცები რომლებიც ცოტა კრიტიკულად უყურებდნენ შეიძლება რუსეთი ვერ დაშალონ მაგრამ უკრაინის ტერიტორიებს არ მიცემენ ეგრე როგორ შეიძლება ეხლა სუვერენულ ტერიტორიები ვიღაცას გაატანო და აღმოჩნდა რომ ორივე აი ძალიან პროდასავლელი ოპტიმისტები და მოკრძალებულად ოპტიმისტი პროდასავლელები ორივენი ცდებოდან უბრალოდ ჩვეულებრივად რაც წაართვეს რუსებმა ჩვეულებრივად ხა გადაულოცავენ და რანაირად მოხდება შეთანხმება მაგაზე ილაპარაკა ამერიკის თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა და აი მოდი ეგ ვიდეო ვაჩვენოთ იმიტომ რომ პირობები რაზეც მოილაპარაკებენ ძალიან კარგად არის აქ ახსნილი რა The United States does not believe that NATO membership for Ukraine is a realistic outcome of a negotiated settlement. Instead, any security guarantee must be backed by capable European and non-European troops. If these troops are deployed as peacekeepers to Ukraine at any point, they should be deployed as part of a non-NATO mission, and they should not be covered under Article 5. There also must be robust international oversight of the line of contact. To be clear, as part of any security guarantee, there will not be U.S. troops deployed to Ukraine. ნატოში უკრაინის წევრობა ჩვენ არ მიგვაჩნია რომ არის მოლაპარაკებადი ვერსია ამ კონფლიქტის დასრულების. უსაფრთხოება ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული ევროპული და არაევროპული ძალების მიერ, რომელთა იქ განლაგებაც თუ ეს მოხდება არ უნდა იყოს მათი უსაფრთხოება გარანტირებული ნატოს ფოლგის ქვეშ, ანუ ინდივიდუალურად უნდა გააკეთონ ქვეყნებმა.
და მეხუთე პუნქტი ნატოსი რო ამათ დაესხა ამაზე არ ვრცელდება თუნდაც ის ნატოს წევრი იყოს. მაგალითად გერმანული ჯარი თუ დგას უკრაინაში მშვიდობის ყოფილების სახით და ის გერმანული ჯარი დაბომბა რუსეთმა, მაგის გამო ნატო რუსეთს ომს არ დაუწყებს, ეგეთი შინაარსი ქონდა. გერმანიაც არ ჩააყენებს თავის არარსებულ ჯარს. ნუ აი თეორიულად. ხო, მივხვდი. ანუ სინამდვილეში ეხა შენ როდესაც ამ თემაზე საუბარი დაიწყე, აღნიშნე რომ ჩვენ წლების წინ საუბრობდით, რომ აი ასე დამთავრდება ეს კონფლიქტი. აი იმდენჯერ საუბრობდით, რომ ნუ პრაქტიკულად ნებისმიერი ჩვენი გადაცემა რო აიღო, წინა გადაცემა, თუნდაც წინა წლის გადაცემები მათ შორის აი არჩევნებამდე რო იყო, აი ტრამპის მოგება უკვე რო ძალიან თვალსაჩინოდ ჩანდა, ნუ მან ხსნიდით, რომ დიდი ალბათობით ეს კონფლიქტი დამთავრდება შემდეგი მოცემულობით. უკრაინას დეკლარირებულად მოაწერინებენ ხელს, რომ ის უარს ამბობს ნატოზე, ანუ ნატოში უკრაინა თავისი ხელმოწერით ვერ მოხდება. ის ტერიტორიები, რომელიც ეხლა აქვს დაკავებული რუსეთის ფედერაციას, de facto დარჩება რუსეთის შემადგენლობაში, ცხადია de jure არავინ არ აღიარებს და არც უკრაინას არავინ არ აიძულებს, რომ იურიდიულად მოხდეს მაგ ტერიტორიები, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. მაგრამ ნუ ეგ მე მგონი იგივეს ნიშნავს, ხო, ეხლა ეგ მაგას de facto მაგას ნიშნავს. მესამე საკითხი ის არის, რომ უნდა მოხდეს არჩევნები, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, რომელიც დიდი ალბათობით ვერ გადაურჩება არჩევნებს და სხვა ძალები მოვლენ და ეს ამერიკელების საყვარელი სტილია და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩემი აზრით უკიდურესად ცინიკურია, ეს არის უკრაინის წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების წაღება ამერიკის მიერ. ეგ ცალკე სერიოზული თემა არის. ეგ ბუღალტერია ცოტა ხო არ გავარშიოთ, იმიტომ რომ და ასევე ამას ერთვის ის, რომ თავდაცვის მინისტრმა ამერიკის თქვა, რომ იქ ამერიკული ჯარები არ განლაგდება. მე ნაკლებად ვარაუდობ. აიღებენ. კი, ამერიკის ჯარები არ დაიწყო. ამერიკული ჯარი მან არავითარ შემთხვევაში არ და თვითონ თქვა, რომ მან არ დაიწყო. ხო და ბუღალტერია როგორ არის, იცით? 200 მილიარდი მივეცით უკრაინას ამერიკელებმა თქვეს. მერე ზელენსკი გამოვიდა და რა 200 რაღაცა 77 მილიარდი მივიღეთ რეალურად. ხო, ანუ რაღაცა მე-13 მოგვეცით სულო ზელენსკიმ თქვა. და არ ვიცი მე-13 მოგეცით რაღაცა 500 მილიარდი დაგვიბრუნეთ ახლა უკან. ანუ მარტივად რო ვთქვათ, აი მიკროსესხი რომ მოგცენ ვიღაცა და ანუ რა გააკეთა ზელენსკიმ, აი ხო? აი ბუღალტერიას ვხსნი რა. გაუფორმეს ზელენსკის 200 მილიარდის სესხი, მიცეს 75-ის და ეხლა გადასახდელია 500 მილიარდის. ხო, აი ესე იგი შემჭიდროებულად რა გამოდის აი მთლიანობაში, ასე ბუღალტერია შეეტანა. ბუღალტერია შეეტენათ, მაგრამ აი მთლიანობაში ამერიკა რუსეთს მოელაპარაკება ტერიტორიები რაც დაკარგა უკრაინამ დარჩება დაკარგული. არავინ არ უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, რა ფულიც მისცეს უკრაინას რომ ეომა იმ ფულს სამაგად დაიბრუნებენ უკან. დაიკომპენსირებენ სამაგად, ანუ კი არაფერი არ დაეხმარენ, პროცენტული სესხი მისცეს ომის პერიოდში და მაღალი პროცენტით მისცეს თან. ის კრედიტი უნდა დააბრუნოს. ეს არის მოკლე შინაარსი იმისი, რა სიტუაციაში აღმოჩნდა უკრაინა.